ქართული სამართალდამცველები ქუთაისში აღკვეთილი ტერორისტული აქტების უკან რუსულ კვალზე გავიდნენ. არსებული ინფორმაციით ქუთაისის მერიისა და ქალაქის იუსტიციის სახლის აფეთქება რუსული სპეცსამსახურების მიერ დაიგეგმა. ქართულმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები. ისინი ბიძაშვილები, მანუჩარ და ავტოძაძუები არიან. გავრცელებული ინფორმაციით აყვანილია მათი კიდევ ერთი თანამზრახველი. არსებული ინფორმაციით მანუჩარ ძაძუა გალში ცხოვრობს და მან ქუთაისში ორი შენობის აფეთქების დავალება სწორედ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო. სამართალდამცველებმა ქუთაისის ცენტრში სპეცოპერაციების გულით ჩაატარეს და დაგეგმილი ტერაქტები მის განხორციელებამდე აღკვეთეს. Дальше мушав чамчуриш. И кавицане Русის სამხედრო ერქვა ვალოდია. და კარგი ჰქონდა დადიოდა ჩემ და როგორ ახარის ასეა და შრომ თავაზა ის რაღაცა საქმე არის რომ გასაკეთებელია. ხაი რა საქმე არის გასაკეთებელია. ი ქუთაისში ადმინისტრაცია, ადვოკატურა და ლეგალის დეპარტამენტის ოფისი ის არის გასაკეთებელია. შეგიძლია თუ არა, მყარი კი მეთქი. თუ ამას გააკეთებო 3000 ნოც. ბომბი მომიტანა მან 3 წელი. და ერთი ხუთში იყო მაგ. და იქნებოდა 15 კილო. და ეს ხო წაიღებო იქ ქუთაისში. ეს 3 ადგილას დადებო. და ერთ იმას აქვს რომ 3 წელი ის კალცობა. ამას მოხსნიო. და ერთ საათში ფეთქებაო ერთი. და 3 ადგილას ასე გააკეთებო. და დაბრუნდებიო ის 3000 ნოცემ. წინასწარ 10 დღის წინ უკან ვიყავი ქუთაისში. ის ადგილები რომ ნახო რა ადგილას არის. და ნახე 3 ადგილი რა ქუჩაზე იყო და რომ მეორეჯერ რომ მიწავიდოდი რომ გამეკეთებინა. ვალოდია მითხე ამ საქმეს თუ გააკეთებო, თუ არ გააკეთებ ისე რომ დაგიჭირენო. მე არაფერს არ გეშველიო შენ და არ დაგეხმარებიო. თუ ჩემ სახელს იტყვიო შენ შობლებთან ამებს ყველას დაგიხოცავ. გუშინ დილით დამირეკა ავტოძაძუამ, რომელიც ცხოვრობს გალში და მითხრა, მოდიო ენგურის პირას. ავდექი და წამოვიდე ენგურის პირას და მითხრა, ისევ დამირეკა და მითხრა, გამოიხედეო იქით-აქეთ პოლიციელები ხო არ არიან. მე ვუთხარი, გამოიხედე იქით-აქეთ მით და ვუთხარი, არ არიან მეთქე. კაი, ეხლაო, ჩემი ბიძაშვილი გააცილეო სოფელი ორსანდიის პირას გზა აჩვენეო. მე ვუთხარი, კი მეთქი. გადმოვიდა და რაღაც სუმკა მოქონდა. ამისას აფეთქების გულისთვის მას აძლევდნენ $3000, რომელიც მაგის ნაწილს მე მაძლევდა.